მაგრატელი, ფრჩხილის ქლიბი, ჭიქა და სანთებელა. იცით ამ ნივთებს რა ერთიანებს? არსებობს ეგეთი უცნაური მითები, რომ აი ამ ნივთებით შეიძლება დანის გალესვა. დღეს კიდე მინდა რომ შევამოწმოთ თითოეული მათგანი და გითხრათ რამდენად სწორია ზოგადად და რამდენად შეუძლიათ აი ამ ნივთებს დანა მიიყვანონ იმ კონდიციამდე, რომ დაბლაგებულმა დანამ შეძლოს გაჭრა. წავედით. მოკლედ როგორც უკვე ვთქვით, უნდა შევამოწმოთ აი ეს ნივთები, ჭიქა, მაგრატელი, სანთებელა და ფრჩხილის ქლიბი, როგორ შეძლებენ დანის გალესვას. ამისათვის დაგჭირდება ბლაგვი დანა, ეს არის ბაზრობის დანა, შიროგოროვის რეპლიკაა, ძალიან იაფიღებს, კაპიკები ღირს. მოდება არა აქვს, ფაქტია, ანუ ბლაგვია და შეგვიძლია დავიწყოთ. პირველი არის სანთებელა, რისი შემოწმებაც მაინტერესებს და სანთებელაზე, აი ამ ადგილს არ ვიცი რა ქვია, ბორბალს ქვას, რომელიც ანთებს. აი ამ ადგილით უნდა გაილესოს მოკლედ და ილესება აი ამ მეთოდით. არა, ძალიან ძალის დატანება ჭირდება. მაგრამ ნუ ოდნავ შეძლო და შეუცვალა, ასე ვთქვათ, სიბასრე. მეორე იყოს მაგრატელი. მოკლედ ესე ცოტა გაშლილ მდგომარეობაში უნდა დავაფიქსიროთ მაგრატელი და აი აქ შუაში აი ესე გამოვატაროთ დანა. ახლა შევამოწმოთ. არა, ვერ ხევს უფრო ვიდრე ჭრის. მესამე იყოს მოდით ჭიქა. ჭიქაზე გალესვა ხდება ჭიქის ძირზე დარჩენილი ღია ფაიფურის ადგილებიდან, რომელსაც არ ფარავს მინანქარი. ხდება ჩვეულებრივად როგორც ცალეს სხვაზე ისე. შევამოწმოთ. არა. ესეც უფრო ხევს ვიდრე ჭრის. და მესამე და ჩემი ფავორიტი, იმიტომ რომ მგონია რომ სალეს ქვასთან ყველაზე მიახლოებული, რადგანაც ეს ფრჩხილის ქლიბია. მგონია რომ ეს ყველაზე კარგად იზამს და თანაც გალესვის ამბავში ყველაზე სწორად ამისი დაჭერა შეგიძლია ისევე როგორც სალესი ქვის. ესეც ხევს, მაგრამ აი ეტყობა დანას, რომ ოდნავ უკეთესად წაიღო, ასე ვთქვათ, პირი. რაც იმას ნიშნავს, რომ ცოტა კიდე უფრო დიდხანს რომ გაუგრძელოთ ამას ჩალიჩი. ეს ყველაზე კარგად შეძლებს რომ გალესოს. მოკლედ თუ ოდესმე დაგჭირდათ, 4-ვეზე შეგიძლიათ სცადოთ, მაგრამ ჩემი ფავორიტი არის ფრჩხილების ქლიბი. ეს იყო და ეს. მადლობა.